ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირების მთავარი თემა კვლავ დასავლეთ სანაპიროზე მშენებლობის საკითხია. ისრაელის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ იერუსალიმში 1300 სახლის მშენებლობის გეგმა წარმოადგინა, რაც ანალიტიკოსების შეფასებით ახლო აღმოსავლეთში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს. ებრაულმა მხარემ აღმოსავლეთ იერუსალიმში 1300 სახლის მშენებლობის გეგმა წარმოადგინა. განცხადებას ამის შესახებ ოფიციალური პირები ავრცელებენ. საერთაშორისო კანონმდებლობა იერუსალიმის ამ ტერიტორიაზე მშენებლობას კრძალავს. ისრაელის ქმედებები კი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის დარეგულირებას უშლის ხელს. ექსპერტების განცხადებით შექმნილი ვითარება კიდევ უფრო დაძაბავს ამერიკა-ისრაელის ურთიერთობას. ახალი დასახლებების მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ისრაელის ახალმა გეგმებმა პალესტინური მხარის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი აღმოსავლეთ იერუსალიმის მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადებას აპირებენ. პალესტინური მხარე თავის მხრივ დასავლეთ სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობაზე მორატორიუმის განახლებას ითხოვს, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებების საწინდარი გახდება. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, 1300 სახლის მშენებლობის გეგმა 6 თვის წინ დამტკიცდა, თუმცა გაურკვეველი ტექნიკური მიზეზებით სამინისტრომ გეგმა მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა. ისრაელის მხარის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა პალესტინური მხარე. პალესტინელებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი ნაბიჯები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისრაელს სამშვიდობო პროცესის განახლება არ სურს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისრაელს სამშვიდობო პროცესი არ აინტერესებს. ისრაელის მთავრობის მიზანი მშვიდობიანი დიალოგის შეწყვეტაა. მაშინ, როდესაც ჩვენ ისევე როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ყველა ღონეს ვხმარობთ სამშვიდობო პროცესის დარეგულირებისთვის. ისინი 1000-ზე მეტი ახალი ბინის მშენებლობის გეგმას აქვეყნებენ. ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების შუამდგომლობით 4 სექტემბერს განახლდა, თუმცა მშენებლობის მორატორიუმის ვადის ამოწურვამ დიალოგი ჩიხში შეიყვანა.